მზის სისტემა კოსმოსური ტაქსია? კითხვაზე მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი თუ არა, პასუხის გაცემა ერთ მნიშვნელოვნად შეუძლებელია. თუმცა იმის წარმოდგენა შეიძლება, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელსაც პლანეტების საკუთარი სურვილის შესაბამისად განლაგება შეუძლია. 1958 წელს ასტრონომი ფრედ ცვიკი ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავზე თერმობირთული ბომბების ჩამოყრის შემთხვევაში მისი დაჩქარება და ვარსკვლავის სისტემის გადაადგილება შეიძლება. თან, კოსმოსში გადაადგილებისას ვარსკვლავი დიდი მასის გამო კავშირს არ გაწყვეტს თანამგზავრ პლანეტებთან და კოსმოსში მზესთან ერთად ჩვენც ვიმოგზაურებთ. აზრი რაში მდგომარეობს? მისი გათვლებით ასეთი ტექნოლოგიით, მაგალითად ალფა კენტავრის რაიონში, რამდენიმე საათში მისვლის საშუალება მოგვეცემა. რაც შეეხება თანამედროვე კვლევებს, კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა თავისი 4 წლიანი მისიის მანძილზე ათასობით სამყარო აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უამრავი პლანეტა არის, მაგრამ უფრო გასაკვირი ის არის, რომ მან მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა მზის სისტემის შესახებაც. აღმოჩნდა, რომ სხვა ვარსკვლავების სისტემების ფონზე მზის სისტემა ნამდვილად ანომალიაა. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს კეპლერის პლანეტარიუმის მეოთხე ანიმაციაზე, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა კრუზემ შექმნა. მასში კრუზე კეპლერის მონაცემთა ბაზისგან აღებული ვარსკვლავების პლანეტარულ სისტემებს, მზის სისტემას ადარებს. განსხვავება მზის სისტემასა და დანარჩენი ვარსკვლავების სისტემებს შორის უდავოდ თვალშისაცემია. ადვილი შესამჩნევია, რაოდენ უცნაურად გამოიყურება მზის სისტემა სხვა სისტემების ფონზე. კეპლერის მისიის დაწყებამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეგზოპლანეტების სისტემების უმრავლესობა ისევე არის მოწყობილი, როგორც ჩვენი მზის სისტემა. პატარა, მყარი პლანეტები ცენტრთან ახლოს არის, ხოლო გაზიანი გიგანტები უფრო მოშორებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. კეპლერმა აღმოაჩინა იუპიტერის ხელა გაზის გახურებული გიგანტები, რომლებიც ფაქტობრივად ეხებიან იმ ვარსკვლავებს, რომლის ირგვლივას ბრუნავენ. უკვე აღმოჩენილი 685 ვარსკვლავიდან არც ერთი სისტემა არ ჰგავს მზის სისტემას. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.